ახლა დანიშნული სპორტის მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს. ტარიელ ხეჩიკაშვილი ჟურნალისტებს საფეხბურთო სკოლაში საბურთალოზე შეხვდა. იქიდან ჩვენი ჟურნალისტი დავით ერაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. დავით, რაზე ელაპარაკა მინისტრმა თავის პირველ კომენტარში? დიახ, ტარიელ ხეჩიკაშვილმა პირველ რიგში განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა სპორტული სამყაროს გაერთიანება მოხდეს, ხოლო ქართული სპორტის წარმატება კი უნდა იქცეს ჩვეული, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია სპორტული შედეგებით და ეს წარმატებები უნდა იქნას მიღწეული ყველა მნიშვნელოვან სპორტულ არენაზე, რომელიც გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. როგორც გითხარით, პირველი ნაბიჯი, რასაც მინისტრის რანგში უკვე ხეჩიკაშვილი გააკეთებს, დიალოგია სხვადასხვა ფედერაციებთან, ის მომხრეა ერთიანობის და დიალოგის რეჟიმში ყველა არსებული უთანხმოების გადაჭრისა ხეჩიკაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ის აუცილებლად დიალოგის რეჟიმში იკონტაქტებს ფეხბურთის ფედერაციასთანაც, რომელთანაც აქამდე როგორც საფეხბურთო სკოლას საბურთალოს პრეზიდენტი ოპონირებდა. კონკრეტულ სამოგეგმოებზე ალბათ უპრიანი იქნება, რომ ერთი კვირის თავზე უკვე კონკრეტულად ლაპარაკობთ, ვიცი რა თქვა, სპორტს რა არის აუცილებელია პირველ რიგში, რომ ერთიანობა იქნა შენარჩუნებული და რა თქმა უნდა პირველ რიგში პირველი ნაბიჯი იქნება, რომ ჩვენ ზუსტად უნდა ჩამოვაყალიბოთ ის ამოქმედება გეგმა, რა გზითაც წავდა, ეს თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ საერთო საქმე ვაკეთებთ და ამისთვის საგონეს არ დავიშვათ. მე ვიყავი ჯანსაღი ოპინიერების მომხრე და ჯანსაღ ფორმატში ყოველთვის შეიძლება არა მარტო ფედერაციას მეგობრებთანაც საერთოდ ყოველთვის ჯანსაღ აზრი იმარჯვებს მაშინ როცა არის ოპონირება. ოღონდ ესე უნდა იყოს ყოველთვის ურთიერთპატივისცემის დაფუძნებული ეს ფორმატი შენარჩუნდება. ფაქტობრივად ყველა ვინც სპორტულ სამყაროში ცნობილია, ყველამ ძალიან კარგი შეფასება მისცა ხეჩიკაშვილის კანდიდატურას. დღეს იგივე გააკეთა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ხეჩიკაშვილს წარმატება უსურვა ახალ თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეული ადამიანი მივა სამინისტროში, რომელიც გააგრძელეს იმ კურსს, რომელიც არის აღებული და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ქართული სპორტი სწორ გზაზე დადგეს და გზა გააგრძელოს გამარჯვებისკენ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საფეხბურთო სკოლა საბურთალოზე, რომელიც სწორედ ტარიელ ხეჩიკაშვილის მიერაა დაფუძნებული. ეს სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია როგორც ბავშვთა ფეხბურთში, ასევე უკვე პირველ ლიგაში ამ გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია და უკვე მომავალი სეზონიდან საფეხბურთო სკოლა საბურთალოს საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება უმაღლეს ლიგაშიც.